ძელი პასი კეთდება საჯარიმოს მიმართულებით, ნახოთ რა მოხდება, დარტყმა კარში და პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი პაოლო ფულაძეს. გრძელდება თელაველთა იერიში, ნახოთ, ითხოვდნენ თამაშგარეს ჩაწოდება საჯარიმოში და გადარჩა ამ ეპიზოდში გორის გორი. კარგი მომენტი იყო, დარტყმა კარიდან, ითხოვდნენ თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას. სტუმრები ამ გამეორებაზე ესე შეიძლება არ გამოჩნდეს და ჩხეტიან შეეძლო გატანა და თავისი გუნდის დაწინაურება. არბიტრმა მისცა ნიშანი. გამორბენი დარტყმა და მეკარემ აიღო ეს ბურთი. ზოლა ბურთისთვის შეცდომა ამ ეპიზოდში და გადარჩა როგორც ხედავთ. მეხბურთელია თელაველთა ცოცხალ კედელში არბიტრმა მისცა ნიშანი ოქროპირიძე გამორბენი დაარტყა კარის მიმართულებით ხდება ცოცხალ კედელს კიდევ ერთი დარტყმა და კიდევ ერთი ბლოკი. ჩხეტიანი ჩააწოდა საჯარიმოში გამოიტანეს ბურთი გორელებმა. ისევ დევდარიანს მიუვიდა ბურთი ჩაწოდება საჯარიმოში არეულობა და პაოლო ფულაძე ეუფლება ბურთს. ამასობაში თელაველთა შეტევა უნდა ვნახოთ, ნახოთ რა გამოუვა. დევდარიანი მიიღო ბურთი, პაუზა, კარგი გადაცემა ივანიაძე, ჯადული იობაშვილი ჯარიმა შეტევაში. ჯარიმა შეტევაში. კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი დევდარიანმა გააკეთა ძალიან ჭკვიანური პასი და ივანიაძეს კარგ პასს აბრუნებდა საჯარიმოში, თუმცა იქ იობაში არობენ. გორელები პასი საჯარიმოში. ოქროპირიძემ ითამაშა თავით და გადარჩა ამ ეპიზოდში თელავი. ოლექსი შევჩენკომ გადაარჩინა თავისი გუნდი. კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი. ჩაწოდება, კარგი მომენტი იყო. მართლა ოქროპირიძეს დარტყმული მიწა მაისხლით და ივანიაძე გაბიტაშვილზე გადაცემა, გაბიტაშვილი კარგი პასი გააკეთა, სივრცე არის და თელაველებს შეუძლიათ ჩეტევის წამოწყება. სალუქვაძე გარბის წინ მარჯვნივ იქნება პასი საჭირო და ასეც იქცევა სალუქვაძე. კიდევ ერთი გადაცემა გოგოტიშვილზე პასი შეიძლება ჩაწოდება, გოგოტიშვილი ჩაწოდება საჯარიმოში და პაოლო ფულაძე ეუფლება ბურთს. თემა ისევ ჩხეტიანს მიუვა ბურთი, არა, რურვა იყო აქ დასწრებაზე პირველი, ბოლომდე იბრძოლა. ოქროპირიძე ართვა ბურთი ჩხეტიანმა, კარგი მომენტი დევდარიანი საჯარიმოშია, დევდარიანის გადაცემა, პასი უკან ივანიაძე, კიდევ ერთი პასი დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში უკვე როგორც ხედავთ გორის გორი 1 წუთია დამატებული შეხვედრის პირველ ტაიმზე. ცხადია პაოლო ფულაძე არ იჩქარებს. ჩაწოდება არეულობა საჯარიმოში და შეიძლებოდა ანგარიშის გახსნა. კუთხური იქნება, რომელსაც გორის გორი მოაწყო. შეეძლოთ გატანა და ოლექსი შევჩენკომ შესანიშნავად ითამაშა და გადაარჩინა თავისი გუნდი. მოდება საჯარიმოში შევჩენკო და ჯარიმა შეტევაში. კარგა გოგოტიშვილი, კარგი ვარდნა იყო. შესანიშნავად ითამაშა, გოგოტიშვილის პასი არაზუსტია. ჩეტევა გრძელდება ნიქაბაძე, კორპუსით კარგად დაუფარა ბურთი, გრძელდება იერიში, პასი მარჯვნივ ჟივიძე, ჟივიძის ჩაწოდება საჯარიმოში გამოუგდ ბურთი გორელებს. აბა ჩხეტიანი ჩაწოდება, მაღალი პასი, დათუაშვილი ვერ დააბრუნა ბურთი და აბა გოგოტიშვილი პასი საჯარიმოს მიმართულებით. ისევ გოგოტიშვილიც რო მოძრაობა ძალიან კარგი იყო, ჩააწოდა საჯარიმოში და ბრავო პაოლო ფულაძემ გადაარჩინა ამ ეპიზოდში თავისი გუნდი, იყო რიკოშეტიც. კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს ეპიზოდი. გოგოტიშვილის ძალიან კარგი მოქმედება ამ მომენტში. ლატრიალ და ჩააწოდა, იყო რიკოშეტი და შეიძლებოდა დარჩა ბურთი თელავს. სწრაფი შეტევის შანსი, ჩხეტიანზე პასი არ გავიდა, ჩხეტიანის პასი არ გავიდა, გაგრძელდა შეტევა, დარტყმა! ხარიხას უნდა ბურთი, კიდევ ერთი დარტყმა და შევჩენკომ აიღო ეს ბურთი.ებში ჩაწოდება საჯარიმოში და განიმუხტა სიტუაცია, თუმცა ისევ გორელები ბურთთან, მორიგი მცდელობა. კიდევ ერთი პასი შევჩენკო ეუფლება ბურთს. ჩხეტიანის მიმართულებით თელავის მორიგი მცდელობა, ჩხეტიანი 1 მეტოქემის წინააღმდეგ ჩააწოდა საჯარიმოში. ჯარიმა იქნება. არა, არ დააფიქსირა არბიტრმა. კობერიძე ნიქაბაძე, კუტალია ბურთთან. კუტალიას მცდელობა, კობერიძემ ბოლომდე იბრძოლა. იდეარეულობა და საბოლოოდ აუტი იქნება. ნიქაბაძე პასი მარჯვნივ გოგოტიშვილი მიიღო ბურთი. პაუზა დაატრიალდა კარგად გოგოტიშვილი, გრძელდება იერიში, ჩაწოდება საჯარიმოში. გოგოტიშვილი
პასი ჩხეტიანზე, ჩხეტიანი კარგად ჩამოიღო ბურთი, მშვენივრად დატრიალდა, გრძელდება შეტევა ჩხეტიანი დაარტყა და პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი. ალიმ ბარაშვილს აჯობა, დათუაშვილი, ცუდი პასი ამ ეპიზოდში და უკვე გოლის გორს აქვს შეტევა. კარგი მომენტი შეროზია მიიღო ბურთი, შეუძლია დარტყმა და ოლექსი შევჩენკო შესანიშნავად ითამაშა ამ ეპიზოდში. უკრაინელმა მეკარემ და გადაარჩინა თელავი. კიდევ ერთხელ ეს შეცდომა, რომელიც დათუაშვილმა დაუშვა, მერე უკვე ბექაძემ ითამაშა. კარგად პასი შეროზიას, შეროზიამ შორი მანძილიდან დაარტყა და შევჩენკოს ჩხეტიანი კარგად თამაშობს ამ ეპიზოდში ჩხეტიანი. ვნახოთ მათი მომენტი, გალახვარიძე, საჯარიმოშია გალახვარიძე, პასი გამოიტანა კობერიძემ. შეროზიას გადაცემა გრძელდება შეტევა, ალიმ ბარაშვილი მიიღო ბურთი, არეულობა, დათუაშვილმა მოიგერია ბურთი წინ. ორი ფეხბურთელის გარემოცვაში დაკარგა ბურთი შეროზიამ, კუტალია დაიძრა წინ. ემზადება კუთხურის ჩასაწოდებლად, ჩაწოდება საჯარიმოში, არეულობა, დარტყმაც ვნახეთ. გრძელდება იერიში, ისევ გაბიტაშვილი, მორიგი პასი, შეროზიამ გამოიტანა ჩვენი შეხვედრის. გოგოტიშვილი, მისი გადაცემა გალახვარიძეზე, პასი გალახვარიძე მოასწრო, ჩაწოდება, დარტყმა, დაიბლოკა, კიდევ ერთი დარტყმის ცდელობა, პენალტი დანიშნა ბოლო წუთზე არბიტრმა. გამეორებაზე ვნახოთ ეს ეპიზოდი იყო თუ არა 11 მეტრიანი ვნახავთ. გოგოტიშვილის გადაცემა საჯარიმოში, გალახვარიძე მოასწრო, ჩაწოდება, დარტყმის ცდელობა დაიბლოკა და იქაბაძე გამორბენი დარტყმა 1-0 და თელავი გავიდა წინ ბოლო წუთზე 91 წუთზე ესე 1-0 თელაველები გადიან წინ ასპინძლები დაწინაურდნენ დღევანდელ დაპირისპირებაში ჩაწოდება საჯარიმოში ალიმ ბარაშვილი გამოიტანეს ბურთი თელავის